რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი. ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, მათ შორის სასახლეებზე, როგორც არქიტექტურულ საგანძურზე. ვიდეო სიუჟეტში გაგაცანით მუზეუმის ბიბლიოთეკა, გამოფენა საგანძური. ასევე ვიდეო სიუჟეტით გაგაცანით ავეჯის უნიკალური კოლექცია, რომელიც დაცულია მუზეუმში. ვისაუბრეთ განსაკუთრებულ ფოტოარქივზეც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემა მიეძღვნა მუზეუმის დაარსებას და მის პირველ დირექტორს, აკაკი ჭანტურიას. აკაკი ჭანტურიას ერთი გადაცემა დაუთმეთ. საბედნიეროდ, ბატონი აკაკი ჭანტურიას ღვაწლი შეუძლებელია ერთ გადაცემაში მოვაქციოთ. მუზეუმის პირველ დირექტორზე საუბრისას შევეხეთ მხოლოდ მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, მშობლების შესახებ მცირე ისტორიას, მოგიყევით მისი განათლების შესახებ, რომელიც მან ინგლისსა და ამერიკაში მიიღო. ასევე ვისაუბრეთ აკაკი ჭანტურიას მოგზაურობების შესახებ. აკაკი ალბათ პირველი ქართველია, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა. დღეს გვინდა გავაგრძელოთ აკაკი ჭანტურიაზე საუბარი და სამეგრელოს საეკლესიო საგანძურის გადარჩენაში მისი ღვაწლის შესახებ გესაუბრებით. პარალელურად ჩვენ გავეცნობით დადიანების სასახლეთა კომპლექსში დაცულ საეკლესიო საგანძურს. მუშაობის დაწყებისთანავე აკაკი ჭანტურიას ოფიციალური მანდატი მიეცა, რომელშიც ნათქვამია სახალხო განათლების კომისრის და მუზეუმების მთავარი სამმართველოს განკარგულებით თქვენ დანიშნული ხართ ზუგდიდში სამეგრელოს მუზეუმის დირექტორად. მუზეუმი უნდა მოაწყოთ დედოფლისეულ სასახლეში, ამიტომ გევალებათ. პირველი, ყველა სამუზეუმო ქონება, ბიბლიოთეკა, სტილიური ავეჯეულობა და ფაიფური მოთავსებული ახალ სასახლეში, აგრეთვე დაწესებულებაზე და კერძო პირზე გაცემული ქონება სამუზეუმო ხასიათისა შეაგროვოთ და მოათავსოთ დედოფლისეულ სასახლეში. აქვე უნდა გადმოიტანოთ სალხინოდან პრინც მიურატის სამუზეუმო ქონება. მეორე, ზუგდიდის და სენაკის მაზრის ყველა არქივი შეაერთეთ და მოაწყვეთ მუზეუმთან საარქივო განყოფილება. მესამე, სასახლის გარშემო მდებარე ბაღის მოვლა და მისი თვალყურის გდება. მეოთხე, სამეგრელოს მუზეუმში ყველა განყოფილების თანდათან მოწყობა წესდების თანახმად. მეხუთე, გარდა ამისა გევალებათ მუზეუმთან მოაწყოთ ყველა საჭირო სახელოსნოები, აგრეთვე მოაწყოთ ერთი ოთახი 3 ლოგინით, მაგიდით და სკამებით, მუზეუმში სამეცნიერო მიზნებისათვის ჩამოსულთათვის. ხელს აწერენ განათლების კომისარი კანდელაკი, მუზეუმის მთავარი გამგე დიმიტრი შევარნაძე და საქმეთა მმართველი ალექსანდრე მიქაბერიძე. 1921 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავარი რევკომი კომისიას აგზავნის ზუგდიდში. კომისია შედგება შემდეგი პიროვნებებისგან: პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი, მუზეუმების და სიძველეთა ძეგლების დამცველ მმართველობის გამგის მოადგილე და ასისტენტი საქართველოს მუზეუმისა შალვა ამირანაშვილი და კონსტანტინე ნანეიშვილი. კომისიას ევალება ყოველმხრივ გამოირკვიოს მუზეუმის საკითხი სამეგრელოში და საბოლოოდ გადასწყვიტოს მუზეუმისათვის შენობის მიჩენის შესახებ და სასახლეებიდან გატანილი ქონების დაბრუნებისა. დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს განათლების სახალხო კომისარი და საქართველოს მუზეუმის მთავარი გამგე დიმიტრი შევარნაძე. კომისიამ დიდი საქმიანობა გასწია. შეადგინა ვრცელი სამახსოვრო ბარათი რევკომის თავმჯდომარის სახელზე, რომელშიც ჩამოაყალიბა მუზეუმის შემდგომი სრულყოფის ვრცელი პროგრამა. მიიღო 7 მუხლიანი დადგენილება მუზეუმის მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად. კომისიის წევრთა მთავარი მოთხოვნები იყო სრულად განთავისუფლებულიყო ეკატერინე დედოფლის სასახლე საგამოფენო დარბაზების მოსაწყობად. მოგეხსენებათ, 1921 წელს დედოფლისეული სასახლე ზუგდიდის რევკომს ჰქონდა დაკავებული და ადმინისტრაციულ საქმიანობას სწორედ ზუგდიდის დედოფლისეული სასახლიდან ახორციელებდა. მეორე პუნქტი, სამეგრელოს ეკლესია მონასტრებში დარჩენილი საეკლესიო საგანძური გადმოეტანათ მუზეუმში და ასევე ზუგდიდში გადმოეტანათ დადიანების სხვა სასახლეებში დარჩენილი სამუზეუმო ქონები. დადიანების სხვა სასახლეებში დარჩენილი სამუზეუმო ქონების გადმოტანის შესახებ ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ. დღეს ვისაუბრებ საეკლესიო საგანძურის გადარჩენასთან დაკავშირებულ
საკითხებზე. სალხინოდან და ჭკადუაშიდან ნივთების გადმოტანის შემდეგ აკაკი ჭანტურია საეკლესიო განძეულობაზე ზრუნვას შეუდგა. ამ დროს სამეგრელოში თითქმის ყველა ტაძარი დაცარიელებული და უპატრონო იყო. ქრისტიანული სიწმინდეებისა და ხელოვნების ნიმუშთა უმეტესობა ღვთის ანაბარად დარჩა. არსებობდა იმის საშიშროება, რომ ტაძრებში დავანებულ განძს ან ხალხი მოიპარავდა, ან ბოლშევიკები გაანადგურებდნენ. ამიტომ ჭანტურიამ გადამწყვეტი ზომები მიიღო. მისი ინიციატივით სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტმა შექმნა საგანგებო კომისია, რომელშიც შევიდნენ პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი ჭანტურია და ზუგდიდის აღმასკომის წევრი ი. შონია. კომისიამ 24 მაისიდან 5 ივნისამდე დაათვალიერა ზუგდიდის მაზრის ეკლესიები და საგანგებო ცირკულარით მათ ხელშეუხებლობა დაუდგინა. დაცულად შემდეგი ტაძრები გამოცხადდა. პირველი ხობის ღვთისმშობლის მონასტერი, მეორე ცაიშის ღვთისმშობლის sobori, მესამე ზუგდიდის სასახლის sobori, მეოთხე ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესია, მეხუთე ყულიშკარის წმინდა გიორგის ეკლესია, მეექვსე წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია, მეშვიდე კორცხელის მაცხოვრის ეკლესია, მერვე ჯვარზენის წმინდა გიორგის ეკლესია, მეათე ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია და მე-11 ჭკადუაშის ახალდაბის ეკლესია. როგორც ჩანს, კომისიამ ყველა მაზრის შემოვლა ვერ შეძლო. ამიტომ დარჩენილი ტაძრების დათვალიერება და დამატებითი სიის შედგენა სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს დაავალა. ჭანტურიამ ზემო აღნიშნულ სიას კიდევ 22 ეკლესია დაუმატა და ამით ისინი დანგრევას გადაარჩინა. სიაში შემდეგი ტაძრები შევიდა: ხეთის წმინდა გიორგის, პირველი მთავარანგელოზის, მეორე მთავარანგელოზის, წმინდა სოფიოს ეკლესია, ჭკადუაშის ახალდაბის, პრინცესა მიურატის, ობუჯის, ჯგალის, მუხურის წმინდა გიორგის, ფუქის, ნაკიფუს, ალერტის კარის, საჯიჯაოს, გამპერდის, ზუბის, ახალი ხიბულის წმინდა გიორგის, ახალი ხიბულის თემის, ფახულანის, ახალაბასტუმნის, ლექარდეს მაცხოვრის ეკლესია, ჯიხაკარის წმინდა გიორგის და ჯიხაკარის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ზემოთ ჩამოთვლილი ტაძრების ხელშეუხებლობის გარანტიის მიღების შემდეგ აკაკი ჭანტურია ამ ეკლესიებში არსებული ქრისტიანული სიწმინდეებისა და ხატების გადარჩენაზე იწყებს ზრუნვას. რისი განხორციელების ერთადერთი საშუალებაც მაშინ მუზეუმში იყო და ჭანტურიასაც ეს ხატები დიდი რისკის ფასად ზუგდიდის დადიანების სასახლეში გადაჰქონდა. სამეგრელოში 1923 წლის მარტში ანტირელიგიური მოძრაობა დაიწყო. 1923 წლის 28 მარტს ჭანტურიამ აღნიშნული ფაქტის სასწრაფოდ აცნობა საქართველოს საარქივო საქმეთა სამმართველოს. რადგან ანტირელიგიური მოძრაობის მეოხებით გარდაუვალი იყო ეკლესიებში დაცული სიწმინდეების, ხატების, ისტორიული საბუთებისა და ძველი ხელნაწერების განადგურება. მუზეუმის დირექტორი ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების გადასარჩენად თბილისს თხოვდა სათანადო ინსტრუქციისა და კომპეტენტური კომისიის გამოგზავნას. 28 მარტს მან დადიანების სასახლის კარის ეკლესიიდან მთელი განძი მუზეუმში გადაიტანა. 5 მაისს კი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით შეეჩერებინა ტაძრების დარბევა. მანამ სანამ ნივთებს მუზეუმში არ მოათავსებდნენ. 17 მაისს ჭანტურიას საქართველოს სიძველეთა და ძეგლთა დაცვის კომიტეტმა გადასცა მანდატი, რომლის ძალითაც მას ევალებოდა მაზრის სიძველეთა აღნუსხვა, მათი სამეცნიერო მნიშვნელობის გამოკვლევა, განძეულობის დაცვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებულად უნიკალური ნივთების თბილისში გადაგზავნა და ხელოვნების მოძრავ ნიმუშთა სიის შედგენა. ჭანტურიას მოთხოვნის შემდეგ საეკლესიო განძის აღწერისა და გადარჩენის მიზნით სამეგრელოში საგანგებოდ ჩავიდა პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი, რომელმაც ჭანტურიასთან ერთად შეარჩია და თბილისში გადაიტანა 550 ნივთი, ძირითადად საეკლესიო განძეულობა, ხატები, წიგნები და ნაკსოვ-ნაკერი. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი ამ ფაქტს შემდეგნაირად იგონებდა. აკაკი ჭანტურიას მეორედ შევხვდი 1923 წელს. მასთან ერთად მომიხდა მოგზაურობა იმ მიზნით, რომ სხვადასხვა საეკლესიო ქონებიდან შეგვერჩია მხატვრული და ისტორიული ღირებულების ძეგლები. ეს ადვილი ამოცანა როდი იყო და დღეს არ შემიძლია აღტაცებით არ მოვიგონო თუ რა აქტითა და იმავე დროს რა დიდი გულმოდგინებით ცდილობდა იგი მიიღო ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები ისეთი განთქმული მონასტრისაგან, როგორიც არის ხობის ან ცაიშის მონასტერი, სადაც სამღვდელოებამ უკვე მოასწრო ყველაფრის გადამალვა, ან ისეთ ადგილებში, როგორიც არის სახელგანთქმული ქიაჩის მონასტერი ობუჯში.
1923 წლის 31 ივლისს სამეგრელოს ბოლშევიკების შიშით ჭანტურიამ იძულებული იყო თბილისში გადაეგზავნა ხობის, წალენჯიხისა და კორცხელის ხატები. ანტირელიგიური მოძრაობის გამო მას მუზეუმში გადმოაქვს ჯერ ფოთის, შემდეგ ხობისა და ცაიშის ტაძრების განძი. იმავე წლის 18 ივნისს მან სენაკის სამაზრო სამხედრო კომისარს ჩამოართვა დადიანთა სამხედრო არქივი. 15 ოქტომბერს შეიძინა იოანა მეუნარგიას მთელი კანცელარია და უნიკალური ხელნაწერები. 23 ნოემბერს კი მუზეუმში უკან დააბრუნა 398 ერთეული ისტორიული იარაღი. სულ ერთი წლის განმავლობაში 1923 წელს ჭანტურიამ მუზეუმს 3500 ნივთი შესძინა. მაშინ როცა უკვე განძეულობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზუგდიდში იყო, თავმოყრილი აკაკი ჭანტურიას ახალი და კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობის გადალახვა ელოდა. მათ შორის უპირველესი ფართობის საკითხი იყო. სამეგრელოს მუზეუმს ფაქტია, რომ არსებობისათვის საგამოფენო დარბაზები ესაჭიროებოდა, მაგრამ ეს დარბაზები ორივე სასახლეში ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციას უკვე დაკავებული ჰქონდა. 1922 წლის თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის მცირე პრეზიდიუმმა განიხილა საკითხი სამეგრელოს მუზეუმის შესახებ და დაამტკიცა როგორც მუზეუმის დებულების პროექტი, ასევე შტატი. ამასთანავე, განათლების სახალხო კომისარიატს მუზეუმის ორგანიზაციისათვის საკუთარი თანხებიდან 40 მილიონი მანეთის გაღება დაევალა. ეს ამბავი პირველმა აკაკი ჭანტურიას დიმიტრი შევარდნაძემ აცნობა. საქართველოს მუზეუმის გამგე ზუგდიდელ კოლეგას სწერდა. ძმაო აკაკი, როგორც იქნა მთავრობაში დამტკიცდა სამეგრელოს მუზეუმის დებულება და შტატები და მუზეუმის საორგანიზაციოდ უნდა გაიღონ 40 მილიონი მანეთი. ამ წერილთან ერთად გიგზავნი მანდატს მუზეუმის შესახებ, სიძველეთა ძეგლების დაცვის შესახებ, აგრეთვე პირებს ბრძანებისა ზუგდიდის რევკომისადმი სამეგრელოს მუზეუმის დებულებას. ამ ქაღალდების მიღებისთანავე შეუდექი საქმეს მოსთხოვე რევკომს უთუოდ გაათავისუფლონ დედოფლის სასახლე, რომლის შესახებაც პირდაპირ საქართველოს რევკომიდან მიიღებენ ბრძანებას. მუზეუმის დებულების თანახმად შეადგინეს შტატი მუზეუმის და გვაცნობე მათი გვარები, თანამდებობა, წლოვანება და განათლება, აგრეთვე სტაჟი. სენაკის რევკომისაგან მოგვივიდა თხოვნა ტელეგრაფით მიურატის სასახლიდან ავეჯეულობის მუშათა კლასებისათვის მიცემის შესახებ. შეგიძლია, რასაც სამუზეუმო ხასიათი არ აქვს, მისცე. ამის შესახებ ტელეგრამა გამოგიგზავნე. აბა ჩემო აკაკი, შენიცი, როგორ კარგად წაიყვანს საქმეს. ჯამაგირების შესახებ გამოირკვევა საკითხი აქ, როდესაც თქვენგან მუზეუმის პირად შემადგენლობას მივიღებთ. 40 მილიონის შესახებ დადგენილება მთავრობის არის და როგორც კი ავიღებთ, გაცნობებ. ყველაფერი მალე გვაცნობე ნარკომპროსში ჩემს სახელზე. დიმიტრი შევარდნაძე. თბილისიდან მიღებულ მითითებას სასახლის დათმობის შესახებ ზუგდიდის რევკომი მზერელედ მოეკიდა და მოთხოვნები გააჭიანურა. რევკომის თავმჯდომარისა და მის ხელქვეითებს სასახლიდან უნიკალური ნივთები გაჰქონდათ. ცენტრი პასიურობდა, თბილისში ძალიან გაჭიანურდა სამეგრელოს მუზეუმისათვის განკუთვნილი 40 მილიონის გამოყოფა. ოფიციოზი რეგიონისათვის მხოლოდ ფორმალურად იცლიდა. რეალური საქმე კი არ კეთდებოდა. ძმაო აკაკი, ჩემგან წერილის დაგვიანება არ იფიქრო, აიხსნებოდეს სამეგრელოს მუზეუმის საქმეების დავიწყების გამო. სწერდა 1922 წლის 24 მარტს დიმიტრი შევარდნაძე აკაკი ჭანტურიას. პირიქით, ამ საკითხს გადავყევი პირდაპირ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ რომ გვინდა ისე ჩქარა ვერ მოვაგვარეს საქმე. მაგალითად, მთავრობაში სულ მარწმუნებდნენ, რომ ბრძანება ზუგდიდის რევკომისადმი გაგზავნილია და როდესაც თქვენგან 3 დეპეშა მივიღე და წარმოადგინე მთავრობაში იკადრეს მონახვა და გამოირკვა კურიერს არ გაეგზავნა. ამის შემდეგ მაშინვე გამოვაგზავნინე. ფულის შესახებ რომ გამტანჯეს პირდაპირ ვერ იქნა. ვერას გზით ვერ გავაღებინე თუნდაც ნაწილი 40 მილიონიდან. ყოველი იმედი რომ დავკარგე ამ მოკლე ხანში კომისარიატიდან რისიმე აღებისა, მაშინ გალერეის თანხიდან უკანასკნელი 5 მილიონი ტელეგრაფით გამოგიგზავნე. 15 აპრილს დარწმუნებულიყავ აკაკი რომ არ გავა ისე დღე რომ არ მოვაგონო კომისარს თქვენთვის ფულის გამოგზავნის შესახებ. პირდება ყოველთვის, მაგრამ ვერ ახერხებს. საშინელ კრიზისს განიცდიან. ჩვენ, მაგალითად, ჯამაგირები არ მიგვიღია სრულებით.
სხვათა შორის, უნდა გაცნობოთ, რომ განათლების კომისარიატში დიდი ცვლილება მოხდა. შტატები ძალიან შეამოკლეს. ბევრი განყოფილება სრულებით გააუქმეს. სხვათა შორის მუზეუმთა მთავარგამგებელიც. ასე რომ, ეხლა მუზეუმები, ობსერვატორია და სამეცნიერო საზოგადოება 20 აპრილიდან ექვემდებარება სამეცნიერო განყოფილებას, რომლის სათავეში მოწვეულია ვუკოლ ბერიძე. მე განცხადება შევიტანე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასე რომ, ეხლა მე მხოლოდ ეროვნული გალერეის დირექტორი ვარ. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის მზადა ვარ, რითაც შემიძლია დაგეხმარ. მუზეუმის საქმეების გამო მოურიდებლად მომმართე, როდესაც დაგჭირდეს. შენი თხოვნისამებრ გიგზავნი მანდატს, რომელზედაც დაუმატეს შენი გვარი და სახელი. სხვა, აკაკი როგორ არის მუზეუმის საქმე? ბრძანების მიღების შემდეგ გაათავისუფლეს სასახლე. თუ არა, კარგს იზამ თუ გვაცნობ. აგრეთვე გავაცნობე შტატი მუზეუმისა, რომ აქ სატარიფო განყოფილებაში გავატაროთ. საჭიროა პირადი შემადგენლობა, აღნიშნული იყოს თანამდებობა, განათლება, წლოვანება და სტაჟი. როდის დაიწყო სამსახური? როდესაც გამოირკვევა თქვენი ჯამაგირები, ფულის გამოწერას დაავალებთ მანდ განათლების განყოფილებას. სხვა იყავი კარგად და მხნედ, ნურაფერი ნუ შეგაშინებს. იცოდე რომ ეროვნულ საქმეს ემსახურები. მოკითხვა ყველას მუზეუმის თანამშრომლებიდან. წერილი უთუოდ მომწერეთ. 5 მილიონი მიიღეთ თუ არა. დიმიტრი შევარნაძე. წერილის თარიღით თუ იმსჯელებთ 1922 წელი. ეს სწორედ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც აკაკი ჭანტურია აქტიურად აგროვებს საეკლესიო განძეულობას სამეგრელოს მასშტაბით. ამით იმის თქვა გვინდა რომ არა დიმიტრი შევარნაძის პირადი გადაწყვეტილება ფინანსურად დახმარებოდა აკაკი ჭანტურიას და მისთვის საკუთარი მუზეუმიდან 5 მილიონი მანეთი დაეთმო, საკითხავია, როგორ შეძლებდა აკაკი ჭანტურია მთელი სამეგრელოს მასშტაბით საეკლესიო საგანძურის შეგროვებას და მუზეუმში გადმოტანას. ეს ფაქტი ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის და აღნიშნულია წიგნში გაძარცული საგანძური. ავტორი გიორგი კალანდია. დადიანების სასახლეში შექმნილი მდგომარეობა, როგორც ჩანს, აკაკი ჭანტურიას გარდა მხარის ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც აწუხებდა. ამიტომ 1922 წლის 19 აპრილს გაზეთ ტრიბუნაში ფსევდონიმით შან შენ გამოაქვეყნდა მწვავე და კრიტიკული წერილი. სტატია ძალიან საინტერესოა, ამიტომ მოვიყვანთ საკმაოდ ვრცელ ციტატას. მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება. ადგილობრივი სამაზრო რევკომის აუარებელი განყოფილებანი ვერ მოთავსდნენ პირველ სასახლეში და ამიტომ რევკომმა თავის გადაწყვეტილებით დაცალა მეორე დედოფლისეული დოხორეც. და ის უამრავი ნივთები და ავეჯეულობა, რომელიც ერთდროს ორივე სასახლეში ვერ ეტეოდა, ერთად და უსისტემოდ მოთავსებულ იქნა ძველი სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ რევკომის თავმჯდომარის ამხანაგ აკაკი ქავთარაძის სურვილისა და მეცადინეობის წინააღმდეგ ეს ქონება გადატან-გადმოტანის დროს ვერ იქნა დაცული. ზოგი დაიკარგა უკვალოდ, ზოგი კი დაეთმო ზოგიერთ დაწესებულებებს და ცალკე პირებს დროებით სასარგებლოდ. რამაც სამწუხაროდ ბოლოს მუდმივი ხასიათი მიიღო. ძვირფასი ხელობის კარადები, სხვადასხვა ტიპის მარმარილოს ქვის მაგიდები, სავარძლები და სხვა ავეჯეულობა არის მოთავსებული უბრალო კანცელარიებში, სადაც უპატრონობით ფუჭდება, ოხრდება. მთავრების ძვირფასი სავარძლები და სხვა ნივთები ამშვენებენ ზოგიერთი პარტიული ამხანაგის ოთახებს. დედოფლის სერვიზი გადაეცა ნაწილობრივ საბჭოთა სასადილოს, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ იგივე მემკვიდრეობით გადაეცა კოოპერატიულ სასადილოს. ხოლო ნაწილობრივ კი პარტიულ ამხანაგებს და მოსამსახურეებს დროებრივ სარგებლობისათვის, მაგრამ ვიმეორებთ, ამ დროებითმა მიიღო მუდმივი ხასიათი, ვინაიდან დღევანდელი სიძვირის დროს სუფრის მოწყობილობის შეძენა მოსამსახურე კაცისათვის თითქმის შეუძლებელია. მუზეუმის ინტერესები კი მოითხოვს, რომ ყველა ეს საგანი ჩამოერთვას როგორც დაწესებულებებს, ისე კერძო პირებს და მოთავსდეს მუზეუმში. 1924 წლის ივლისისათვის მუზეუმს ჰქონდა რამოდენიმე განყოფილება. კერძოდ ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, გეოლოგიის, ზოოლოგიის, ბიბლიოთეკა და არქივი. ისტორიის განყოფილებაში წარმოდგენილი იყო პორტრეტები და სურათები, შესრულებული ზეთით, აკვარელით, ტუშით, ცარცით, ფანქრით და სხვა, მათ შორის ფრიად იშვიათი და ძვირფასი. ნუმიზმატიკური კოლექცია, ჰერალდიკა, მთავართა ღერბები, ბეჭდები და დროშები. იარაღი, სადაც დაცული იყო თითქმის ყველა ქვეყნის საბრძოლო ხელოვნების ნიმუში. ავეჯი, ფრიად შესანიშნავი და იშვიათი ხელოვნებისა. წარმოდგენილია ყველა ქვეყანა. მათში განსაკუთრებით შესანიშნავი ნაპოლეონის ნახმარი ავეჯი, შირმები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები უმეტესად ჩინეთიდან და იაპონიიდან, ძვირფასი ქანდაკებები ევროპიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. იყო სერვიზები სპეციალურად დამზადებული საზღვარგარეთ, ღერბით, ვენზელით, მონოგრამით და ხუცური და მხედრული წარწერით. ბროლი, ფორმით
სიძველით და ხუცურ ქართული წარწერით. საპირფარეშო ჭურჭელი, ქართული ჭედური ხელოვნების მე-17 საუკუნეების ნიმუშები, ნაქარგობის ნიმუშები, ქსოვილი, ხელნაწერები, ისტორიულ პირთა ფოტოალბომები. ექსპონატთა რაოდენობა 1924 წლისათვის 15,000 ერთეული იყო. მუზეუმს უკვე შემუშავებული ჰქონდა თავისი დებულება, დებულებიდან ირკვევა, რომ მუზეუმის სერიოზული სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ჩატარება ევალებოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამეგრელოს მუზეუმს იმ პერიოდში ჰქონდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა. აქ რამდენიმე 1000 ქართული და ფრანგული ტომი ინახებოდა. ბევრი მათგანი უნიკალური და მემორიალური იყო. აკაკი ჭანტურიას ბიბლიოთეკისათვის საგანგებო განაწესი შეუდგენია და განაწესში წერია. პირველი, ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები, წიგნაკები, რუკები, სურათები, დროული გამოცემანი და სხვა ბიბლიოთეკის სრულ პასუხისგებლობაშია. მეორე, ბიბლიოთეკიდან არავითარ შემთხვევაში წიგნი ან სხვა რამ არ უნდა იქნეს გატანილი. მესამე, ბიბლიოთეკის კუთვნილი ყოველი ნივთი აუცილებლად ბიბლიოთეკაში უნდა იყოს დაცული და რამე მიზეზით მისი წამოღება ყოვლად შეუწყნარებელია. მეოთხე, ბიბლიოთეკაში არავინ არ უნდა იქნეს დაშვებული მუზეუმის დირექტორის ნება დაურთველად. მეხუთე, არავის ნება არ აქვს წიგნები ჩამოიტანოს თავროებიდან ან დაძრას საწყობიდან გარდა ბიბლიოთეკარისა. მეექვსე, თუ დირექტორს ესაჭიროება ბიბლიოთეკიდან მის კაბინეტში რომელიმე წიგნი ან სხვა რამ, ბიბლიოთეკარი ვალდებულია მოითხოვოს დირექტორის ხელწერილი, რომელიც ინახება ბიბლიოთეკართან წიგნის და ნივთის დაბრუნებამდის. მეშვიდე, ბიბლიოთეკარის განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს გაცემული წიგნის, ანუ სხვა რაიმე ნივთის ყურადღების მიქცევა დაბრუნებისას და თუ რამე ზიანი მიყენებულია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მუზეუმის დირექტორს. მერვე, წიგნებზე ხაზის გასმა, წარწერის, ანუ რამე ნიშნების გაკეთება, დაკეცვა ყდისა, ანუ ფურცლების, ან წიგნის ნერწყვით დასველებული თითით გადაფურცლა, სასტიკად აკრძალულია. მეცხრე, სასტიკად აკრძალულია ბიბლიოთეკის იატაკზე დაფურთხება. მეათე, რომელიმე პირის მიერ განაწესის 2, 4, 7, 8 და 9 მუხლის დარღვევა უნდა ეცნობოს მუზეუმის დირექტორს. წარმოიდგინეთ, როდესაც სპეციალური წესით უნდა შეგეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ ბიბლიოთეკის იატაკზე არ შეიძლება დაფურთხება. ბოლოს გადაცემის დასასრულს გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადოთ ბატონ გიორგი კალანდიას, წიგნისათვის გაძარცული საგანძური და ქალბატონ ლილი ბერაიას, წიგნისათვის დადიანების სასახლეთა საგანძური, სადაც აღწერილია სწორედ ის საეკლესიო საგანძური, რომელიც აკაკი ჭანტურიამ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდან მუზეუმში გადმოიტანა. სწორედ ქალბატონი ლილის მრავალი წლის შრომის შედეგად თითქმის ყველა ხატზე, ჯვარზე გაკეთებული წარწერა გახლავთ გაშიფრული, აღწერილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცემულია კატალოგის სახით, რომელსაც ჩვენი გადაცემისნაირი სახელწოდება აქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამ დიდი შრომისათვის. ბოლოს კი დავასრულებთ იმით, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, აკაკი ჭანტურიამ მოახერხა, რომ სამეგრელოს მუზეუმი ცნობილი გაეხადა. უკვე 1929 წლისთვის დღეში სამეგრელოს მუზეუმს 1000 და წელიწადში კი 100,000 ადამიანი ათვალიერებდა. გარდა უნიკალური ნივთებისა, პოპულარობის მიზეზი საუცხოოდ მოწყობილი ექსპოზიცია იყო. საერთოდ აკაკი ჭანტურია ამ მხრივ ვირტუოზი გახლდათ და ამას დარგის საუკეთესო სპეციალისტებიც აღიარებდნენ. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი და შალვა ამირანაშვილი წერდნენ, უნდა ითქვას, რომ ზუგდიდის სამეგრელოს მუზეუმს ხელმძღვანელობს უდაოდ სათანადოდ და იშვიათი ნიჭის ადამიანი, ამხანაგ აკაკი ჭანტურიას სახით, რომელმაც უმოკლეს დროსა და მუზეუმის მდიდარი კოლექციისათვის შეუსაბამოდ მცირე ფართობზე ექსპოზიციის მოწყობა მოახერხა, ისე რომ ზუგდიდის საგამოფენო დარბაზები თამამად გაუტოლდება ევროპის ნებისმიერ პროვინციულ მუზეუმს. აქაური ექსპოზიცია საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს ჯობია. ზუგდიდში ჩასვლისას ყოველთვის ვათვალიერებდი იქაურ მუზეუმს და უნდა ითქვას, რომ იგი შესანიშნავი იყო, წერს აკადემიკოსი ეგნატე ფიფია. ასე აფასებდნენ აკაკი ჭანტურიას მისი თანამედროვე მეცნიერები. და ეს შეფასებები მტკიცებულების სახით შემოგჩა დღეს. აკაკი ჭანტურიას ნამდვილად უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი მუზეუმის დაარსებაში, შენარჩუნებაში და გამდიდრებაში. დიდი მადლობა მას ამ ღვაწლისთვის, დიდი მადლობა თქვენ რომ გვისმენდით.
რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.